საქმე, რომელსაც შენ იწყებ და აკეთებ ბრენდი, რომელსაც აშენებს, არის შენი ბიზნეს შვილი. არანაირი სხვაობა არ არის. აღზდა, გაზდა ისევე უნდა ბრენდს, როგორც ბავშვს, ხო? და ამ შვილს სახელი შეუნა დაარქვა რა, შეუნა გადაწყვიტო. ოღონდ უნდა ეცადო, რომ ეს ასახავდეს იმ კონცეფტს. ახლა თქვენ შემთხვევაში ლაბი თან იმ დროს ნამდვილად არ იყო ცუდი სახელი და გადმოცემდა იმას, იმიტომ რომ მე რო შემოდიოდი იგრძნობოდა იქ მენიუში წერია, რომ აფრიკული რაღაცა ესე, რაღაცა სხვა და აღწერილ. მაგრამ ხა აღარავის აღარ გირჩევთ მეგობრებო, რომ ლაბი ამდენი ლაბი დაარქვათ რაღაცა განსხვავებულზე იფიქრეთ. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, გიორგი, აუცილებლად, რომ საბოლოო ჯამში სახელს აქვს მნიშვნელობა ბრენდის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა. პირველი შესვლისას, როცა უნდა გაიცნონ, ძალიან მაგარია, რომ სწორი ინტერპრეტაციების სწორი აღქმა ამოიწვიოს. თუმცა პროვოკაციული სახელით ძალიან მაგარია ყურადღების მისაპყრობად. თუმცა მერე უკვე როცა ბრენდი თავის ცხოვრებას დაიწყებს და მოქცევას დაიწყებს, იმიტომ ბრენდინგი არის ქცევა რა, მე ესე მჯერა, უკვე შენი საქციელი ეწეპება ამ სახელს და სახელის შინაარსი თვითონ ეს სიტყვების ჟღერადობა რა არის, უკვე ისეთი მეორე ხარისხოვანი ხდება, აი ხო ყოფილა ხო გაგიცნია ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც შეიძლება ერქვას ჯიმშერი მაგალითად და თავიდან რაღაცა გეუცნაურება, ხო? ნამდვილად არ ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ უცნაურია პატარა ბიჭს რო რაღაცა, მაგრამ იმას რო გაიცნობ და თქვა შენთვის სასურველი და საყვარელი ადამიანი ხდება, უკვე მერე ის რო აუ რას სტრანენი სახელი ქვია, უკვე აღარ არის, უკვე ამ ბიჭის შინაარსით იტვირთება რა, ეს ამბავია. ნამდვილად ეგრეა, კი გეთახმებით. ამიტომ რაციონალური თვალსაზრისით თქვი რომ ისა, მაგრამ სახელდების ერთ-ერთი პრინციპიც ეგაა, რომ შინაარს გადმოცემდეს, ანუ ერთ-ერთი გზა სახელის რა, მაგრამ არ არის აუცილებელი საქმიანობა ჩატენო შიგნი მანდა მაინც რა. ხო, ჩემი აზრით თავიდან ეს დაგვეხმარა რა, მეც გეთახმებით, რომ ეს სახელში უკვე რაღაც ისეთი იყო, რომ საინტერესო ხდებოდა, იმიტომ მაშინ მართლა ლაბები არის, არაფერი არ იყო. რა ის ლაბი. ხო, და ამიტომ და იქ მოდიოდნენ თავიდან, მოკლედ ეხეც ესე გვაქვს ფილტრის ყავა, მაგალითად კოლბით გადის, ლაბორატორიაში ვყიდულობთ იმ კოლბებს რაღაცას. იქ რაღაცა მოხალვის პროცესი, ეს რაღაც სხვადასხვა ხარისხზე მოხალვის რაღაცის გვედო კოლბები, მოკლედ რაღაცა იყო რა ამბავი, რომელიც ჩემი აზრით პასუხს ხსნიდა ამ სახელს უკეთესად. დღეს ახლა ყველა რო გვიცნობს, ხო? ალბათ სხვა რამე რო გვექმა, საერთოდ არ იქნებოდა არანაირი პრობლემა, არ არის საჭირო. თავიდანვე გაცნობილზე. ხო, მაგას ვამბობ. თავიდან ეხლა შეცვალე ეხლა რომ გვერქვას ჩვენ რაღაცა ანუ კი უცნაური იქნებოდა მაშინ რომ ესე გადაგვეწყო. ხო, თუმცა დღეს შეიძლება ეგ ანუ კი ყოფილიყო ჩვეულებრივი ამბავი, სულ სხვა ეხლა იმისი არ იყოს ეს ცნობილი ხუმრობა, ესე ვცელდება ხოლმე ქსელებში და რა კაი დრო იყო რომ ვაშლსო ვაშლი ერქვაო და სხვა რამეს არ ნიშნავდა, მაგრამ ეხლა Apple რო იტყვი არის ტელეფონი და ისა და საერთოდ არ ფიქრობ რომ ვაშლია. სხვა შეს ეგეთი შემთხვევა, ანუ кейსი ეგრეთ წოდებული ჩვენ საქართველოს ბაზარზეც გვაქვს, მე ვემუშავებოდი ამ კომპანიას, ძალიან მიყვარს მათი დამოკიდებულებების და ხედვების გამო, ეს არის დეველოპერი კომპანია Arsi, რომელიც ახლა ცოტა სახე იცვალა და სხვა მიმართულებებით მიდის, მაგრამ ამ კომპანიამ Arsi სიტყვა, როგორც ასეთი რაღაცის Arsi გააქრო და Arsi როდესაც ისინი ბაზარზე აქტიურად ოპერირებდნენ, იყო Arsi რა. და ნუ მათი ისტორია ეგ იყო, რომ ჩვენ ვიცით დეველოპმენტის Arsi, იმიტომ რომ ამ კომპანიის ფლობელები იყვნენ არქიტექტორები და მართლა სპეციალისტები და არა უბრალოდ რაღაცა მოდი დავაგლეჯინოთ корпуსი და ფული ვიშოვოთ რა, ეს ძალიან მაგარი საკითხი.